ნაციონალური მოძრაობა 5 აგვისტოს ყრილობის მოლოდინშია. ყრილობის მზადების პარალელურად პარტიის წევრებს შორის არ წყდება ურთიერთბრალდებები. ნაციონალურ მოძრაობაში აზრთა სხვადასხვაობას არ უარყოფენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ ეს ნორმალური და დემოკრატიული პროცესის ნაწილია. რაც შეეხება პოლიცსაბჭოს სხდომას, რამაც პარტიაში დაპირისპირება გააღრმავა, ადასტურებენ, რომ სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი პარტიის ყველა წევრისთვის კარგად იყო ცნობილი. თინა ბოკუჩავას კი სურვილის შემთხვევაში დედაქალაქში დაბრუნება შეეძლო. პარტიაში არსებული დაძაბულობის პარალელურად საქართველოს გარშემო 6 თვიან შეხვედრებს აანონსებს ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც პირველი შეხვედრა დედაქალაქში ქალებთან უკვე გამართა. ხვალინდელ ყრილობას სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, რეფორმირების ბორდი უნდა ჩამოყალიბდეს ექსკლუზიურად არაპარტიული ადამიანებისგან, რომლებსაც თავად უდგას სათავეში. ნანუკა ჟორჟოლიანი კი აღმასრულებელი მდივანი იქნება. მისი თქმით, ხალხი მათგან პირადი ემოციების ნაცვლად საქმის გაკეთებას ელის და მისთვის გაუგებარი და მიუღებელია საჯაროდ ურთიერთობის გარკვევა. ნაციონალურ მოძრაობაში მორიგი დაპირისპირება არ უკვირს მმართველ გუნდს, სადაც აცხადებენ, რომ პარტია დაშლის პირასაა. ჩვენ ვზადებით ამ გარდამავალი პერიოდისთვის, რომელიც შემდგომაც უნდა გადავიდეს პარტია ჰორიზონტალურ მმართველობაზე, უნდა არჩეული იქნას ყველა ხელმძღვანელი, მათ შორის ეროვნულ და რეგიონულ დონეზე პირდაპირ გზით და ძალიან მნიშვნელოვანი რაც გახლავთ არის ის, რომ პარტიის წევრები, რომლებიც საწევროს გადაიხდიან, რომლებიც ფინანსურად და ნებისმიერ კუთხით იქნებიან ჩართულები პარტიის საქმიანობაში, ისინი იყვნენ მთავარი გადაწყვეტილების მიმღებები და უფრო მეტად გამჭვირვალე იყოს ეს მართვის პროცესი. რაც შეეხება თინა ბოკუჩავას ყოფნა არ ყოფნა, რა თქმა უნდა, თავგეგმეთ კიდევაც ისე ყრილობა სპეციალურად, რომ ხალბატონი თინა თბილისში ყოფილიყო, ამიტომაც ჩვენ ვისურვებთ ძალიან გვინდა, რომ ხალბატონი თინა ამ ყრილობას დაესწროს. ჩვენ თინა ბოკუჩავას თან მუდმივად ჰქონდა შემოთავაზებები, რომელიც ითვალისწინებდა მის ლიდერული როლის შენარჩუნება ჩვენს პარტიაში, ჯერი და არჩევანი არის ხალბატონ თინაზე. ჩვენი ქვეყნის წინაშე სრულიად სხვა გამოწვევები და პრობლემებია და ამიტომ ჩვენი პოლიტიკური ძალის მთავარი ორიენტაცია დღეს არის ამ პრობლემების გადაჭრაზე და არა იმაზე, რა პროცესები მიმდინარეობს ნაციონალურ მოძრაობაში. ჩვენთვის არც ერთი არათუ ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესები, არამედ არც ერთი სხვა პროცესი, რომელიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის პრობლემების გადაჭრასთან და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრასთან, უბრალოდ საინტერესო არ არის. ჩვენთვის ეს საკითხი არც საინტერესოა, არც მნიშვნელოვანია, მით უმეტეს არც პრიორიტეტულია. და მიხედოს ნაციონალურ მოძრაობამ საკუთარ პარტიას. ნაციონალური მოძრაობა არ არის საინტერესო, ეს არის წარსულის პარტია, ეს არის ის დაჯგუფება, რომელიც 9 წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა და ყველას დაანახეს, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი, როდესაც შენ ხარ ხელისუფლებაში. ეს ოპოზიციაში ყველას აჩვენებენ მაგალითს, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. ეს არის დანაშაულებრივი დაჯგუფება. ეს ყველაფერი აჩვენებს ცრუპენტელობას ზოგადად ამ ადამიანებს. ეხლა ბოკუჩავას მინდა ვკითხო, ეს არალეგიტიმურობა ეხლა რომ დაინახა, ის ლეგიტიმური იყო ნაცმოძრაობის არჩეულ თავმჯდომარეს დილითო გამოეცხადა არალეგიტიმური სააკაშვილი და გადადექიო რომ უთხრა და გადადგა და რომ დაეთანხმა, ეს ლეგიტიმური იყო? აბა ერთი ესაუხსნეს თავის ამორჩევლებს, თორე ჩვენ სულ არ გვაინტერესებს ეხა იქ ლობიანების მცხოველი იქნება თუ ვითომ სანთლის ხელში დამჯერი ბოკუჩავა თავმჯდომარე. ძალაუფლება არა აქვს და ვერ იყოფენ ამბიციებს და ამ ხალხს ეგვეუბნება ჰერჩინსკი ევროკავშირის ელჩი, რომ ესენი პროდასავლური პარტიებია და რომ მოვლენ კოალიციურ მთავრობას შექმნიანო. მინისტრებს გაინაწილებენო, განცხადებები ვერ გაუნაწილებიათ და არარსებული ძალაუფლება ვერ გაუნაწილებიათ, ხოცავენ ერთმანეთს. ნაციონალური მოძრაობა მთელი თავისი პოლიტიკური შინაარსით არის დესტრუქციის მთესველი. და ეს დესტრუქცია, რაც მათ საქართველოში თესეს და ეხლაც აგზელებენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით, მოუტრიალდა ბუმერანგივით პარტიის შიგნით. და ჩვენ ხედავთ, რომ უკვე ეს პარტია არა მარტო სხვადასხვა ნაწილებად არის დაშლილი, არამედ თვითონ შიგნითაც მათ ლიდერებს შორის არის გადაულახავი წინააღმდეგობა და დაპირისპირება. ყველაფერი ტრიალებს მიხეილ სააკაშვილის ეგოს გარშემო. სხვა არაფერი მან არც პოლიტიკური აზრი, არც არანაირი დემოკრატია არ მოქმედებს. ეს არის მიხეილ სააკაშვილის ეგო, რომელსაც აქვს მუდმივი ეჭვი, რომ შეიძლება მას რამენაირად, ასე ვთქვათ, მის ძალაუფლებას ნაციონალურ მოძრაობაში ჭრილი მიადგეს, ამიტომ ის მუდმივად ამ მანიპულაციებით არის დაკავებული.